საცეცხლურის 4 ჯაჭვი 4 მახარობელს მათეს, მარკოს, ლუკას და იონეს განასახიერებს, ხოლო 12 ზარი კი 12 მოციქულს, რომელთა დიდებული გამოცხადებაც ქრისტეს შობის, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ დედამიწის კიდეებზე ყიჟინით გაისმის. საცეცხლურის ტანი ეკლესიას წარმოადგენს, რომლის ზედა ნაწილი ცეცასთან და მასში ამაღლებულ წმინდანებთან, ხოლო ქვედა ნაწილი კი დედამიწაზე არსებულ მორწმუნეებთან, ქრისტეს მეომრებთან სიმბოლიზმდება. ამორის ერთიანობა კი ერთიან ეკლესიას ქმნის. საცეცხლურის ქვედა ცენტრალური ნაწილი, სადაც ნაკვერცხალი თავსდება, ღვთისმშობლის მუცელს განასახიერებს, რომელიც თავის მხრივ იესო ქრისტესთან სიმბოლიზმდება. გახურებული ნაკვერცხალი კი სულიწმინდის სახეა, რომელიც პენტაკოსტის დღეს მოციქულებზე ცეცხლის სახით გადმოდის და რომელიც ამავდროულად პურსა და ღვინოს ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნის. გახურებულ ნაკვერცხალზე მოთავსებული საკმეველი კი მოგვების მიერ ჩვილი ქრისტესთვის მიძღვნილ საჩუქართან სიმბოლიზმდება, რომელიც ამავდროულად ჩვენს მიერ მაცხოვრისათვის გაღებულ სამსხვერპლოსაც განასახიერებს. ანთებული საკმევლიდან ამომავალი კვამლი კი ჩვენს ლოცვებს წარმოადგენს, რომელიც საბოლოოდ ზეცად აღევლინებს.